ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვიქტორ მონაწილეობისთვის. Თქვენი დროისთვის ცხადია დავიწყოთ საუბარი ნაცრისფერ ოპერაციებზე, როგორც უსაფრთხოების გამოწვევა საქართველოსთვის და ასევე შესაძლებლობების ფანჯარაც. Აი და გავაკეთოთ დეფინიცია, რა არის ნაცრისფერი ოპერაციები, რა საფრთხეების მატარებელი არის ეს საქართველოსთვის და რა შეიძლება რომ აი ამ ფონზე რა ფანჯარა შესაძლებელია რომ გამოუაღოს საქართველოს და რაიმე ბენეფიტი მიიღოს. ბატონ გიორგი, დიდი მადლობა. ალბათ მე განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ გავაკეთებ, ეს არ არის თანამედროვე მოვლენა. ალბათ საუკუნეებს ითვლის ასეთი სახის ზეწოლა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყანაზე ან ქვეყანათა ჯგუფის მხრიდან სამიზნე ქვეყანაზე, უბრალოდ დღევანდელ პირობებში დაიხვეწა მეთოდები, უფრო ტექნოლოგიებმაც ამის საშუალება მისცა ამა თუ იმ აგრესორს, რომ სწორედ ისეთი სახის ოპერაციები აწარმოოს, რომლებიც ზღვარზე იქნება აქტიური საომარი მოქმედებებისა და ესე ვთქვათ ისეთი ფარული ოპერაციებისა. ეს არის ფაქტიურად იმგვარი ქმედებების კომპლექსი ან კომბინაცია, რომელიც არ იძლევა მათი ღია აგრესია, ღია საომარ მოქმედებად კვალიფიკაციის საშუალებას. და მისი პოპულარულობა უფრო მზარდი გახდა თანამედროვე პირობებში. აი ჩვენ თუ დავხედავთ მსოფლიო რუკას, ეხლა ორი ყველაზე აქტიური ფაზის ცხელი კონფლიქტი, ეს არის ერთი უკრაინა და მეორე ახლო აღმოსავლეთი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს სხვა წერტილებში არ მიდის ასეთი ჭიდილი. ჭიდილი, რომელიც მიმართული არის სხვადასხვა ღონისძიებების სახით, იქნება ეს ეკონომიკური, საინფორმაციო, დივერსიული ხასიათის თუ სხვადასხვა სამიზნე ქვეყნის რესურსების გამოფიტვაზე, მისი მედეგობის შესუსტებაზე და იმდენად მოგუდვაზე, რომ თანდათანობით ეს ქვეყანა დაითანხმონ მისთვის სასურველ საშინაო თუ საგარეო კურსზე. აი ეს არის ფაქტიურად ძალიან მოკლედ თუ ჩვენ ახსნით ამის არსს და ეს ისეთი მოცემულობაა, რომელიც ვიმეორებ არ არის ახლად გამოგონილი ველოსიპედი და მით უმეტეს ჩვენს პირობებში ასეთი სახის აგრესია, დაბალი სიხშირის, დაბალი ინტენსივობის კონფლიქტით, ნაცრისფერი ოპერაციების ხარჯზე დაიწყო დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემი აზრი არის და ალბათ უმცირესობაში არ ვიქნები, მანამ სანამ ქართული სახელმწიფოებრიობა იარსებებს, მანამ ჩვენ გვექნება ყოველთვის ესეთი გამოწვევა, რომ სათანადოდ მზადყოფნაში ვიყოთ და სათანადო ღონისძიებებს მიმართოთ, რომ ასეთი სახის აგრესიას გავუკლავდეთ. ეხლა რაც შეეხება ღონისძიებებს, ჩემს წინა ნაწილში მე ამ ღონისძიებათა კომპლექსებს ვისაუბრე, რა უნდა იყოს ესეთი ნაკრები ღონისძიებების, რომ მეტნაკლებად ჩვენ შევამსუბუქოთ თვირთი ასეთი სახის ოპერაციებისა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი მედეგობის წინააღმდეგ. და აი ზუსტად ეს არის საინტერესო, რომ რა უნდა გაატაროს, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ამ მოცემულობაში საქართველოს, რომ თავი მაქსიმალურად დაცული იყოს, მით უმეტეს აი ესეთ მძიმე რეგიონში, ჩრდილოეთით ესეთი სამეზობლო, ახლო აღმოსავლეთ სამხრეთით ესეთი. ვინაიდან ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა თანამედროვე ურთიერთობებში არ წარმოებს მხოლოდ გასწორითა და რეგულარული საჯარისო ფორმირებების ამოქმედებით, შესაბამისად რამდენიმე ღონისძიება, რამდენიმე სახის ღონისძიება გამოვყავი, რომელიც ჩემი აზრით ქართული გადმოსახედიდან აუცილებლად შესამუშავებელი არის და აუცილებლად გასანალიზებელი და ასამოქმედებელი არის. პირველი ვისაუბრე ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ მედეგობაზე. ეხლა ჩვენს წრეებში ამაზე არაერთი საუბარი არის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავუსვი ერთ პრინციპულ გარემოებას, რომ ინვესტიციების ციფრობრივი რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ეკონომიკურ წარმატებას, უფრო მეტიც მითიურ მოჩვენებით ეკონომიკურ წარმატებასთან ერთად შეიძლება ეს იყოს ძალიან დიდი ეკონომიკური საფრთხის მატარებელი. ამიტომ ამ ნაწილში მე ვისაუბრე ინვესტიციების, ჯანმრთელი ინვესტიციებისაკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების კრებულზე დაწყებული ინვესტიციების სკრინინგი, ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულების გაძლიერება, ინსტიტუციური თუ სტრუქტურული რეფორმების სახით და ასე შემდეგ. მოკლედ დედა აზრი ის არის, რომ ციფრი არითმეტიკული ყოველთვის არ არის მისასალმებელი თუ ამ ციფრის უკან
იმალება ფარული არაჯანსაღი მოტივები თუ მიზნები. ეს ერთი მიმართულება და ერთი გარემოება. მეორე, სადაც მე ვსაუბრობ საერთაშორისო ჩართულობაზე და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი შავი ზღვის ფაქტოს, რომელიც ჩვენთვის ერთდროულად შესაძლებლობა არის, მაგრამ ამავე დროს თავსატკივალიც არის და გამოწვევებისა და რისკების მატარებელი. მე ამ მხრივ გამოვყავი აუცილებლობა შავი ზღვის პირეთის ქვეყნების ურთიერთობების მეტი ინსტიტუციონალიზაციის და შევთავაზე ასეთი კონცეფცია ჩარჩო დეკლარაციისა, რომელსაც დავარქვი შავი ზღვის დეკლარაცია. შესაბამისად საუბრო პოლიტიკური კონტაქტების მეტ ინსტიტუციონალიზაციაზე. შესაბამისად ვახსენე კიდევაც შავი ზღვის ქვეყნების მეთაურთა რეგულარული სამიტები და გარკვეულწილად ჩემი ხედვა გადმოვეცი, თუ როგორ წარმომიდგენია ამ დეკლარაციის ფარგლებში განსახილველი საკითხების არეალი და დიაპაზონი. ამისთავად ცხადია, როდესაც ჩვენ შავ ზღვაზე ვსაუბრობთ, მე ასევე ვერ ავირიდე გარკვეული კრიტიკა გამომეთქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამოკიდებულების მიმართ. ჩვენთვის აღმოჩენა არ არის და ჩვენი მსმენელისთვის, რომ ალიანსი გაცილებით უფრო სხვა ფორმატით არის წარმოდგენილი ბალტიისპირეთის მიმართულებით და გაცილებით უფრო სუსტია მისი წარმომადგენლობა სამხრეთით, განსაკუთრებით შავი ზღვის აკვატორიაში. ეხლა აქაც ჩვენ დეტალებში რომ არ წავიდეთ, არის მთელი რიგი გარემოებების, რაც შეიძლება ალიბით გამოადგეს ნატოს ეს რუსეთის დამოკიდებულება და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ხრივათაც მე ვიფიქრე, რომ გარკვეულწილად თემატური ალიანსების შექმნა, რომლებიც გეოგრაფიული ნიშნით იქნება გამოყოფილი და გეოგრაფიას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, ბატონო გიორგი, რომ ერთ გეოგრაფიაში მოქცეულ ქვეყნებს ერთგვაროვანი ახმა აქვს რისკების და შესაბამისად მათი მოქმედებაც ამ რისკების გასაბათილებლად გაცილებით უფრო მეტ სინერგიაში და ჰარმონიაში არის. ამიტომაც მე რამდენიმე ესეთი სიტუაციური ალიანსის მაგალითი ვახსენე. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა სწორედ ასეთი გზითაც ვითარდება. ანუ პარალელურად მრავალმხრივი ალიანსების უფრო კომპაქტური გეოგრაფიული ნიშნით, ანუ რისკზე, ერთგვაროვანი რისკზე დაფუძნებული ალიანსების ფორმირების გზით და აი შავი ზღვის ფორმატში ამაზეც ვისაუბრე სხვა საკითხებთან ერთად. ისევე როგორც ვისაუბრე ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის დეზინფორმაცია და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ის ტერმინი, რომელიც მე შემოვიტანე, საინფორმაციო ჰიგიენა, შეიძლება ახლა ურის მომჭრელი ტერმინი არის, მაგრამ ძალიან კომპლექსური არის თავისი შინაარსით და ამ მხრივ ისიც ვახსენე, რომ ასეთი ჰიგიენის განხორციელება და რეალიზება არა მარტო მედიის მოსილება და ვალდებულება არის, არამედ მრავალი სხვა აქტორისა, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული. მოკლედ ასეთი რიგის ორგანიზებები, რომლებიც მე რომელთა ჩამონათვალი გავაკეთე, მოკლედ აღნიშნავ მხოლოდ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ, მიმართული არის იქეთკენ, რომ შეძლების დაგვარად საკუთარ რესურსზე დაყრდნობით და არა მარტო საკუთარ რესურსზე დაყრდნობით, არამედ საერთაშორისო პარტნიორების გონივრული ჩართულობის გზით საქართველოს მეტნაკლებად ეფექტიანი დაცვითი ფარი შეიმუშავოს და აღმართოს სწორედ ასეთი, როგორც ჩვენ უწოდებთ მას, ნაცისფერი ოპერაციების ეფექტის გასაბათილებლად. ერთი კითხვაც, უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით, აი მაგალითად, შავ ზღვაზე მინი ალიანსის შექმნაში რომელი სახელმწიფოების ჩართვა გაქვს წარმოდგენილი? ბუნებრივია, ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლო შემადგენლობაზე, შემადგენლობა მოიცავს ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს, გარდა ერთისა, რუსეთის ფედერაციის გასაგებ მიზეზთა გამო, თუმცა გარდა სანაპირო სახელმწიფოებისა, მე ასევე აღმოჩენის მიზნით არა, ახსენე შეერთებული შტატების მონაწილეობა, სწორედ იმ თეზიდან გამომდინარე, რომ მართალია შეერთებული შტატები არ არის შავი ზღვის პირეთის ქვეყანა, მაგრამ შავი ზღვის აკვატორიაში რომ მას თავისი ინტერესები აქვს და შესაბამისად ის თანაბრად შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც აქტიური და გავლენიანი მოთამაშე, ამიტომ ასეთი ალიანსი მე ასევე შესაძლებლად მივიჩნიე, მით უმეტეს რომ ჩვენ რო გადავხედოთ სხვაგვარ ასეთ ალიანსებს, თქვა აკუსი და კვადი, იქ შეერთებული შტატების მონაწილეობა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამა თუ იმ რეგიონს შეერთებული შტატები მიიჩნევს მისთვის არსებითი ინტერესების რეგიონად, აი ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი სწორედ ამოცანა იმაშიც უნდა გამოიხატებოდეს, რომ
შავი ზღვა არ დარჩეს პერიფერიული ინტერესების დიაპაზონში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, არამედ მიჩნეული და კვალიფიცირებული იქნეს, როგორც მათი პირველადი ინტერესების რეგიონი. შესაბამისად, ნებისმიერი ინსტიტუციური თუ თავდაცვითი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება შავი ზღვის აკვატორიაში შეიქმნას, ასევე უნდა მოიაზრებდეს შეერთებული შტატების ან სხვა პარტნიორების თანამონაწილეობას. ერთი დაზუსტებაც. ეს ყველაფერი იგულისხმება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ? თუ არა მარტო, მე ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დასრულება, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური იქნება ამის შედეგობრივი თვალსაზრისით, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ომის დასრულების პერსპექტივა მიუხედავად სხვა განცხადებებისა მაინც ბუნდოვანია ვარიანობის კუთხით და უფრო მეტად ბუნდოვანი არის კიდევ მისი შედეგების კუთხით, მე ვთვლი, რომ პროცესი შავი ზღვის აკვატორიაში შესაბამისი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად უნდა მიდიოდეს პარალელურად დამოუკიდებლად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა. შესანიშნავი. ეს პროცესი სწორედ იმიტომაც არის პარალელურში მოსაყვანი, რომ იმ შედეგის დადგომის ხანისათვის, როდესაც უკრაინაში ომი სამხედრო ფაზიდან დიპლომატიურში გადავა, ჩვენ უკვე საკმარისი ხელმოსაჭიდი ვქონდეს, როდესაც ვიტყვით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე უსაფრთხოების მოდელი ვერ აიგება ქართული ხმის, ქართული ინტერესისა და ქართული თანამონაწილეობის გარეშე. ალბათ ეს არის ჩვენთვის ძალიან არსებითი, რომ ამ თავითვე ჩვენ აქტივიზმი ამხრივ გამოვიჩინოთ. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა.